მოგესალმებით მეგობრებო. შარმელ შეიხიდან აი ესეთი ზღვა გვაქვს ახლა კიდე კარგად არ ჩანს. გაყოფილია ზღვა ფირუზისფერი და მე ლურჯი ძალიან ლამაზია. არია. ეხლა მქონდა სესია და თემა შეეხო საუბარი ისეც ეხებოდა ამ თემას მიზნებ ჩვენსას, მაგრამ ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ მე აღარ მინდაო ეს ახლა მად მუშაობა, ხომ როგორ მძიმე მუშაობა, არ მინდაო რომ ახლა რაღაცა 9-დან 6-მდე სადღაც ვიჯდეო. მინდაო რომ ის ვაკეთო, რაც მსიამოვნებს. სინამდვილეში აკეთებს კიდეც საყვარელ საქმეს, მაგრამ ახლა ზოგჯერ რომ ვიფიქრებო, რომ მოდი კიდე სხვა რაღაცა ხო არ გავაკეთო, აი ეს არ მინდაო და არ ვიციო, თან ემაშვებაო, რა ქვია, მაწუხებსო ეს ამბავი ზოგჯერო. სინამდვილეში ქალური მიზნების დასახვა, ასე ვთქვათ, ქალურად მიზნების დასახვა ქალურად ადრე რაღაც კურსიც მქონდა ესეთი. მიზნების დასახვა ქალურად ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და არავითარი ბრძოლა და არავითარი გადალახვა, არავითარი უნდათი გაკეთება, აი საჭიროა უნდა გავაკეთო და ამ უნდაში აღარ გვინდა მე არაფერს კეთება. როდესაც ჩვენ გვინდა რასაც ვაკეთებთ და მოგწონს რასაც ვაკეთებთ, მით უმეტეს თუ ეს არის ჩვენი საყვარელი, ანუ თუ მოგწონს და სიყვარულით ვაკეთებთ, აუცილებლად ეს რაღაც ჩვენ ნიჭებთან და ჩვენ მისიასთან არის დაკავშირებული, სხვანაირად ეს სიყვარული არ გვექნებოდა, ხო? და როდესაც გვაქვს ეს უნარი ამისი, რომ ჩვენი ნიჭები ვაღიაროთ პირველ რიგში, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს რაღაც კომპლექსები ბევრს, გვაქვს რაღაც შეფასება დაბალი, გვაქვს ასეულობის შეგრძნება არ გვაქვს საკუთარი თავის, გვაქვს უამრავი უნდა ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო, მაშინ იქ მინდა სადღაც იკარგება უკვე და შესაბამისად ეს უნდა იმდენ ენერგიას გვართმევს, რომ იმასაც კი ვეღარ ხვდებით, რომ ძალიან ბევრი საქმეა ისეთი, რომელიც შეიძლება უნდას მაგიროთ, უბრალოდ მინდა ჩართო და ისე გააკეთო, მე მინდა და ვაკეთებ ამას და ვაკეთებ ამას ჩემს საკეთილდღეოდ. პირიქით ვაკეთებ ხოლმე რაღაცა დაძაბულები, ვაკეთებ რაღაც იმით, რა ქვია, მსხვერპლობიდან გამომდინარე და როდესაც უნდა ვაკეთებ, რასაკვირველია მსხვერპლები ვარ და თუ არ მსხვერპლი, მაშინ მოდის კიდევ უფრო მეტი მიზეზი ჩემ ცხოვრებაში იმისაც, რომ გავიყო მსხვერპლი. ამიტომ ქალებისთვის არის სრულად აუცილებელი, რომ ეს მამაკაცური მოდელის მაგივრად, რომ მე უნდა მივაღწიო, ვიბრძოლო, რაღაცა წელში გავწყდე 24/7-ზე ვიმუშაო და ასე შემდეგ. ქალებს ბისთვის ეს ყველაფერი წინააღმდეგ ნაჩვენებია, იმიტომ რომ ეს ჩვენ ქალურობას ძალიან სერიოზულად აზიანებს, აზარალებს და საბოლოო ჯამში ვრჩებით მამაკაცური ქალები, მამაკაცური ფუნქციით, მამაკაცური ენერგიებით, კისრების, რაღაცა მხრების და კისრების ტკივილით, ხერხემლის ტკივილით, წელის ტკივილით და ასე შემდეგ. რაიმე როგორი ხმაურით მოდის ეს. ამ გარემოს ისე საოცრად უვლიან დილას აღამს, ალბათ ვერც იქნებოდა ამ უდაბნოში ესეთი სიმწვანე რო არ უვლიდნენ. მთელი დღე არის აი რაღაც ესეთი დეტალური მოვლა მთელი ამ გარემოსი და მართლა სანიმუშო შრომის მოყვარეობით აკეთებენ ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ თურმე აქვს ძალიან დაბალი ხელფასები, როგორც გითხრეს. მოკეთ გაიარა ამ ხმაურმა და გავაგრძელებ ჩემს თემას. ხო, ქალურობასაც შეეხება. ქალურობის თემა არის ძალიან აქტუალური, ქალური ენერგიები, ანუ როგორ განვავითაროთ ეს ქალური ენერგიები ჩვენში, იმიტომ რომ თუ ქალშიც და მამაკაციც, ახლა დღევანდელი თემა ეს იყო, ქალშიც და მამაკაციც გარკვეული დოზით არის ქალური ენერგია და მამაკაცური ენერგიაც, მაგრამ ქალში ქალური უნდა ჭარბობდეს და მამაკაცში მამაკაცური, როცა ეს ბალანსი დარღვეულია, მაშინ დარღვეულია ის ბალანსიც მე მამაკაცის ფუნქციას ვითავსებ თუ ხალხის ოჯახში და ცხოვრებაში. და ამისთვის არის ძალიან კარგი საშუალებები ამ ენერგიების აღდგენის. ერთ-ერთი მარტივ ჩვენ აქ ვისწავლით ახლა ერთ-ერთ მარტივ საშუალებას და სულ ვაკეთებ სავარჯიშოებს. გუშინ ვიყავით კაიროში, მეფეთაველზე, მოკეთ პირამიდები ვნახეთ და ძალიან ვისიამოვნეთ, ძალიან მაგარი დღე იყო, ამას ცალკე მოგიყვებით მერე. და აი მივიღეთ მაქსიმალური ესეთი ყველა მაქსიმუმი რის მიღებას კი ამ დღიდან შეიძლებოდა. ამას მუდმივად ვაფიქსირებთ, რა გვაქვს სამადლობელი, რა გვაქვს ესეთი ჩვენი მიღწეული რო არ და ჩვენი გადაწყვეტილებით რომ მივიღეთ რაღაცეები, ამას ვაფიქსირებთ მადლიერებას, ასევე საკუთარი თავის თუნდაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა აქ ვართ და ყველა ვისაც მოგინდება შემდეგში რომ შემოგვიერთდეთ, ეს სასტუმრო იქნება თუ სხვა სასტუმრო, აქ ყველა სასტუმრო ერთმანეთზე უკეთესია. მე აქ ძალიან კმაყოფილი ვარ, პირადად ძალიან მოგწონს ყველაფერი. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ შემდეგ ტურზე და
ის სიამოვნოთ, გააძლიეროთ ქალური ენერგიები, ისწავლოთ როგორ მიიღოთ ქალურად თქვენი მიზნები, როგორ შეიცვლოთ ქალურად და როგორ მიიღოთ ქალურად ყველაფერი იმიღებაც გნებავთ, ქალურად ესე იგი მარტივად და მსუბუქად და მოკლედ ვინც მოგინდება მომწერეთ და იქით ვარჯიშობენ, ვარჯიშები დაიწყო. ან ყველაფერი არის აქ, ვარჯიშები, ცეკვები, მასაჟი, სპა და რა ვიცი, ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისთვის. ამიტომ მომწერეთ, ვისაც გინდათ, ჯერ არ მაქვს დაგეგმილი შემდეგი ტური, მაგრამ სურვილები როგორც გიქნებიან, აუცილებლად დავგეგმავ და მე ნამდვილად ვიცი, რომ კიდევ ჩამოვალ აქ. ვისთან ერთად ჩამოვალ, ეს უკვე მე თქვენ გადაწყვეტეთ. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, ყველაფერი თქვენ ხელთ არის, ყველაფერი თქვენ სულზეა დამოკიდებული, რასაც გაუშვებთ სამყაროში და სულსაც გაუშვებთ. თქვენი ცხოვრება არის თქვენი განხორციელებული სურვილები, ფიქრები და მიზნები. მოგწონთ, არ მოგწონთ, გაკმაყოფილებთ, არ გაკმაყოფილებთ, ეს მაინც არის თქვენი შექმნილია. ამიტომ მისი შეცვლაც თქვენს ხელთ არის შესაბამისად. და ამაზე ამებზე მუშაობთ ჩვენ ზუსტად ასეთ ყურებზე ყოველთვის, რომ შევქმნათ ისეთი ცხოვრება, როგორიც ჩვენ გვინდა და არა ისეთი, როგორიც გვგონია, რომ უნდა იყოს და რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. თითქოს ყველაფერი შევცვლით. ბედნიერ დღეს გისურვებთ, წარმატებებს, გენების არჩევას, სწორი ადგილების არჩევას თქვენი ბედნიერებისთვის. აბა დროებით გემშვიდობებით, გუშინდელი კაიროს სამრეps აუცილებლად მოგიყვებით. გუშინდელი კაიროს სამრეps აუცილებლად მოგიყვებით, ფოტო იმეთი რა ქვია, ფოტო ვიდეოების მოკლედ გადაღებული და აუცილებლად გაგიზიარებთ ჩვენს ემოციებს. მეც და ჩემი გოგოებიც. აბა მომავალ შეხვედრა ხმა მაქვს ჩახრინწული უკვე ტრენინგების ჩატარებისგან და ბევრი ლაპარაკისგან. ისე რომ არ გაგიკვირდეთ. გეხვევით კოცნით და მე ვიცი რომ ყველა შეგიძლიათ რომ იყოთ ბედნიერები და გააბედნიეროთ თქვენი შვილები, ქმრები, ზოგადად ოჯახები და სულიად სამყარო.